მოგესალმებით, როგორ ბრძანდებით. ძალიან მაგარი Facebook პოსტი მინდა გაგაცნოთ მაგდა მამუკაშვილის, იცით ვინც არის მაგდა. თუ შეიძლება გაუშვით ეს პოსტი. შეიძლება ეს პროტესტი ოსნების მმართველობას საფრთხეს ნაკლებად უქმნის, მაგრამ ჩვენებს აჩერებს, რომ ერთიანად არ ბოდიშთა დაბოზდნენ, ანუ სინდისის კეჟნის გარეშე არ შეეთქლიშონ ქოცებს. სანამ ეს ხალხი დემონსტრანტები არ იტყვიან, რომ მორჩა, არაფერიც არ მორჩა, ამ ხალხს კი მაგას ვერ ათქმევენ. მე აქ მომწონს არა სიტყვა გაბოზდნენ, არამედ დაბოზდნენ. აი მაგის დაოსდნენ. დაოსდნენ დაოსდნენ. დაჭამესეთ, გოჭარებით უნდა დათარიახლდნენ. კი ბატონო, დაბოზდნენ. აი აუცილებელია გაყურებელს უნდა ბოდიში და შენ დაამატე, თორე ტექსტში არ არის ბოდიში. ხო და მან დანიშნოვანი. ანუ რა არის, იცი რომ სინდისის კეჟის გარეშე არ შეეთქლიშონ და სინდისის კეჟით შეგვეთქლიშონ, არ არის პრობლემა. არა, მან ნიშნოვანი. არ შევითხლიშოთ უბრალოდ მეორე ვარიანტიც ეგაა. ამ დემონსტრანტებზე ვიზეს ლაპარაკობს, რომ ანუ სუბიექტი ვინც არის, მიზნობრივი აუდიტორია, ვისგანაც მიემართება, რომ არ დაბოზდნენ, ისეთი ფსკერი ხალხია, რომ არც გაბოზდებიან, აი დაბოზდებიან. ანუ გოჭები ვით დაბოზდებიან. აი ისეთი მასაა, ესე იგი, თვითონაც ესე აღიქვავს თორე თავარის ეს პოსტი თუ შეიძლება გავაზიაროთ, ეთერში გავუშვათ. საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფი გვარაგიძე საუდის არაბეთის გენერალურ პროკურორს შეხვდა. საქართველოს გენერალური პროკურორის პოსტზე მყოფი. მადლობთ, გათიშეთ. ერთი ძალიან სერიოზული ვიდეო. კი არა. ძალიან სერიოზული ვიდეო ჩართეთ. აი, ამ დონეზე არიან ეს იდიოტები, ეს ავადმყოფები გადასული რა. და დღეს ქალბატონ ბოჭორიშვილი, ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი, იყო უცხოეთში, ბრძანდებოდა კონფერენციაზე და იქ უკრაინის მხარდამჭერ დოკუმენტს რეზოლუციას შეუერთდა და ბოჭორიშვილია უბრალოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მყოფი არ დაწერეს, იმიტომ რომ ხან უკრაინას ეხებოდა დადებითად მისი ნაბიჯი, მაგრამ არც საგარეო საქმეთა მინისტრი დაწერეს და საგარეო ვერ დაწერდნენ. ზაზა დობოჯიძე აღმოაჩინა ეს და მე მინდა მისი პათოსიც გავიზიარო და ბოჭორიშვილი მოიხსენიეს კი ბატონო. ბოჭორიშვილი. ლევან სანიკიძეს ჰქონდა ახლა დღეს ბენეფისები. ხო, გვაქვს. ისაუბრა გვაქვს. ანუ როგორც მისი კლასტერის წევრები იყვნენ, ისიც სარფიანად დაბოზდა? დიდი ხანია. და როგორც ოპოზიციური ჟურნალისტები განახორციელა დაბოზება. განახორციელა დაბოზების მოქმედებანი. გაუშვით შეიძლება. ოპოზიციაში რაც არ უნდა იყო იმას ვერ გააკეთებ, რომ ახლა სახელმწიფო პოლიტიკა სტეიტებს დაალაგებინო ოპოზიციიდან. ჩვენ რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილს გადმოებარებინა და დაეწერა ის რაც დაჯდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, საქართველოს მეგობარი აქტის მიღებული იქნებოდა, უვიზო მიმოსვლაც გვექნებოდა მაგაში დარწმუნებული ვარ, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაც და ბევრად უფრო მეტ სიკეთეს ვნახავდით ორ მხრივად, ამას ხას უსვამ რა, ორ მხრივი სიკეთე. მეგობარი აქტი რაღაცო იქნებოდა. მოიცა უვიზო გვექნება ამერიკასთანო? აი გასაგებია სიგიჟეები. და მამის გამკურტიზანებელი ბუმბოზი დაალაგებდა უვიზოს ამერიკასთან. იმიტომ რომ ლევან სანიკიძე ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ლევან სანიკიძე მეტწილად არის ერთ წუთი ლევან სანიკიძე მეტწილად არის ნეონაცების, ანუ მიშას ახალი სისხლის რაღაცა რეინკარნაცია თითქოს და არ ამბობს მხოლოდ თავის სათქმელს. ეს არის გარკვეულწილად რაღაც საჯარო დისკურსი ნაცებში. შეხედე რას ამბობს პირველი, რომ ბიძინა ივანიშვილს რომ გადმოებარებინა ხელისუფლებაო, სხვა შორის 2012 წლიდან ბიძინა ივანიშვილს თხოვენ დემიურგობას, რომ ესე იგი შენვე წააგე, შენვე გადმოგვაბარე ხელისუფლება, შენვე დაიჭირე შენი თავი. ანუ ჩვენ ეს ოპოზიცია ამბობს იმდენად ნულები ვართ, იმდენად არაფრის მაქნისები ვართ. ერთადერთი ალტერნატივა რომ ჩვენ მოგიგოთ არის რომ შენ თუ წააგებ, შენ თუ გადმოგვაბარებ ხელისუფლებას. მეორე რაღაც. ნახე, დამთავრდა ჩემო ლევან, ჩემო კარგო კაცო. დასავლეთის უაზრო ფეტიშიზაცია, რომელიც პოსტსაბჭოთა პერიოდში მივიღეთ უალტერნატივოდ, ყველაფერი საბჭოთა
კავშირს გადავაბრალეთ, ესე იგი რაც კი იყო მასში კაი და რაც კი ევროპულია, გინდა სოციალური პაკეტი, welfare state-ია, ეს პრინციპები ყველაფერი საერთოდ ეს საბჭოთა იყო და საშინელება და ყველაფერი დასავლური და განსაკუთრებით ამერიკული მივიღეთ თუ ალტერნატივა ჭეშმარიტებად და განსაკუთრებით ის რომ ჩვენ ვერ გავიგეთ რა არის რეალურად ამერიკა. დამთავრდა ის რომ ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა არის აქეთ სასწორზე უვიზო მიმოსვლა და იქით თუ გინდა ქვეყანაში ქვაქვაზე ნუ დარჩენილა. დამთავრდა ეგ საკითხები. ანუ ეგრე აღარასოდეს აღარ იქნება უვიზო. ჯერ ეს ერთი ამერიკასთან არაფერ განსაკუთრებულს ეგეც არ ნიშნავს, რომ ამის გამო ღირდეს ან მეორე ფრონტის გახსნა, ან მეზობელ რუსეთთან ისეთი კონფლიქტის და ესკალაციის შექმნა, რომ საქართველოს საფრთხე დაემუქროს და მორჩა ეგ მავნებლური, ეგ წვალებლური დისკურსი, რაც თქვენ ისტერიით გამოიწვიეთ, რომ დარბოდით, მანიაკებივით. ეხლა всё, მორჩა, კაია. აი ამ დღეს ველოდებოდი სულ ამ კონკრეტულ მომენტს, როცა ეს პოსტკოლონიალიზმი და აი თვით კოლონიალიზმიდან განთავისუფლდებოდით რა და მორჩა აი თვითონვე ამბობს რომ ბევრად უფრო მეციკეთესო ის გვექნებოდაო რა ქვია. ნუ დავიწყოთ იქიდან ამერიკა რას იკეთებს უმზადებს უკრაინას. ამერიკაში და სომხეთს რას ეკეთებები გაუკეთა აგერ 30 წლის განმავლობაში რუსეთზე იყო ჩამოგიდებული და ავად თუ კარგად რაღაცა შეებოდა და 3-4 რამდენი წელია რაც არის 5-6 წელში კი ვნახეთ რა მაგარ მდგომარეობაშია აბა მოკლედ ტრამპმა ზელენსკის უთხრა რომ ჩვენი წინადადება წაკითხული არ აქვს. ანუ სკოლაში მასწავლებელი რომ ეგრევე გეუბნებოდი თქვენ არ ახართ მომზადებული და ან მისაღებ გამოსდაზე და მიბრძანდით და სხვანაირად თქო შენი საქციელი არ არის გურდული უთხრა პირდაპირ და ესენი წვალობენ ბოჭკობენ ზელენსკიმას თქვა დაამთავრე რის ნახე შეხედე ძალიან პრიმიტიულ არასოდეს არ უნდა გავწდეთ ჩვენ ამ ომის შეფასების დროს რაღაცა აკადემიური ტერმინები არ გვჭირდება პრიმიტიულ კატეგორიებშია ჭეშმარიტება შეხედე ომი რისთვის დაიწყო უკრაინას შეთრევის ნატოს ბაზებისთვის დაიწყო ზელენსკი მე ხა თქვა რომ უარს ვაცხადებთო და არა მარტო ერთი წუთით მარტივად არის საკითხი თქვა უარს ვაცხადებთო ესე იგი ეს ომი რო არ დაწყებულიყო და ნატოს ბაზებზე მანამდე თქვა უარი უკეთესი იქნებოდა ჰა როგორ კი და ეხლა ნატოს ბაზებზე ამბობს უარს ნატოში გაწევრიანებაზე და პლუს ამას ნახევარი ტერიტორიები აქვს დაკარგული განადგურებული ქვეყანა და განადგურებული ეკონომიკა მარტივია რა პასუხი მიშამ ოქროს უნიტაზე ვარ ნაჟდომი ანუ კაროჩი მართლა ის ფოლკლორული თქმულება ფოლკლორად ქცეული თქმულება რომ მიშას ოცნება არის რომ ქორწილში მეფე იყოს და გასვენებაში ბიცვალებული სულ ადასტურებს და ადასტურებს კაროჩე თურქმენეთშიო შენ იცი რაზე აბაზარი კი თურქმენეთშიო კაროჩე ჩემზე მაგრამ არავის არ დახვედრიანო ანუ პრემიერის ვიზიტთან შედარებით დაიწყო ლაპარაკი მე ისე დამხვდნენ რომ ოთახში ოქროს უნიტაზი მქონდა. ან მარიტი იმარია ჟახტები. არა, სადაც, მაგრამ მაგ ჟანრში მიშას შედევრი არის ნეპალელი შვილის მამა, სადაც ნახა რომ ნეპალში ჯენზი აქტიურობდა, თავის შვილი ჯენზია, დავაი დავაგავს. ესეთი მიშა აღარ არის პოლიტიკის ნაწილი, მიშა არის ჩვეულებრივი კინოს გმირი. ამაზე მაგარ კინოს გმირს ვერ მოიფიქრე. მარტივად ჩალიჩობს რაღაცებს ძალიან. კი, ძალიან. მოქალაქე ყურაშვილმა ძალიან საინტერესო რაღაც თქვა, თუ შეიძლება გაუშვებ ახლა. როგორ გრძელდება ახლა თქვენი ამბავი? იცით აი მარტივენაზე რო აგიხსნათ, ჩემი მე შემიჩერეს რომ ვერ მომნათლავ და სახს ვერ ვაკურთხებ, მაგრამ მე ისედაც მეზარებოდა. გასაგებია და ახლა გასაგებია. ბიჭო, ანუ არ ვიცი, მე სულ თავს ვიყავ სასულიერო პირი, მაგრამ უკვე უკვე მონათლა, ეს არ არის სასულიერო პირი. ხო, ბიუშია კანონიკური აი, სახლის კურთხევა გასაგებია, რომ აი, სახლის კურთხევა რატო უნდა გეზარებოდეს, მაგრამ დავუშვათ იქ სუფრა მოყვება ასე შემდეგ და არ გიძ. სასულიერო პირს მონათლა რო გეზარებოდი რა. გაქრისტიანება. ხო, ანუ სხვა შორის ანუ სამწყოსში მიღება ახალი წევრის ეზარება. სხვათა შორის ანუ თავარი ქრისტიანული მისია. თავარი ქრისტიანული მისია. არა, ერთ-ერთი კი არა. მისია რაც თეოლოგიურად არის, მაგრამ კაცმა ეგ მეზარება. საეკლესიო მიმართულებით ამ თეოლოგიის აღსრულებაში ქრისტიანის და განსაკუთრებით კანონიკური პირის ყველაფერი უნდა გვერდზე გადადოს. ვაფშე
არაფერზე არ შეიძლება. თავარი დანიშნულება არის იქადაგოს მანამ სანამ ბოლო ურწმუნო იქნება. ანუ გააქრისტიანოს სამყარო და მისიონერები, რომლებიც სიკვდილზე მიდიოდნენ ყველგან და ვაფშე აღწერილი რო არ იყო ის ადგილები, სადაც მიდიოდნენ, ამან გააქრისტიანება მეზარებაო. არა, მეზარება ხო, არა, იცი რა არის? მე ხო არ დადგა ის ჟამი რომ ამის სახელი გავამ. არა, ხო. მე უბრალოდ ისმამდეთ რომ მე თავს მე ვაფშე ვერ ვხედავ რამე პრობლემას. თავს ვერ დამსახურებები ამ კაცს ქონდა. ჩვენი ეკლესიის წინაშე რაღაცები ქონდა, ვიცი მე, მონასტერიც იქ გააკეთა, იშრომა იღვაცა, მაგრამ ნუ გაგიდა. შენ ან ხო იცი ქართულ იმაში ყავს მაგალითად მამა რუსუდანი. ყავს გაგიჟებული. სანტა კლაუსი ყავს, მამა დამბლდორი და ყავს ნენსი ყროლანდი. მამა დოროთე იცინა? არა. მამა ბოროტე. ხო, აი, მოგწოდე ხა? ყოფილო მამაო, სამი დეგენერატი რომ ესე დაგწინით და სრული უფლება რო აქვს, როგორც მორალური, ისე თეოლოგიური. არა, მოგწოდე, აი რა კი. მამა ბოროტე. და იმასთან ერთად ვიყარ. ჩემთვის პროსტა ბოროტე. იმასთან ერთად ოდლას. ძელთმიანი ახალგაზრდა ჯანდიერი რო არის. რაღაც გაურკვეველი ადამიანი, ხო იცი? მე პროტესტე სათვალებიან ძელთმიანი. გვაქვს რამე ვიდეო? ებიჭო ჯანდიერი. შენც არის? ნინ ჯანდიერი, ის თავადი გვარი ჯანდიერი აქვს და გავს იმას. ნინო ბურჯანაძე. მე ჯანდიერს არა, ვიცნო ყველა კაი კაცია. არა, გეხოცები. ნახეთ, აქტივისტი ჯანდიერი, სასწრაფოდ ჩამიგდეთ ფოტო. და მანამდე გაუშვათ ვალერი გელბახიანი ძალიან საინტერესო რამეს ამბობს, შეხედე? კი, რა თქმა უნდა, არის ბიძინა ივანიშვილი არის ერთადერთი გავლენიანი ფიგურა საქართველოში, რაც გინდათ ის დაარქვით, მაგრამ ეგრეა რეალობა. რომლის ნება არის გადაწყვეტილების სტოლფასი, კანონის სტოლფასი, მაგრამ საპირწონეც არ არის ხელწამოსაკრავი. ვინ? ვინ? სააკიანი? კაი, ახლა ბაჭამ შემართვა. აი ეს არის, აი. ან აი საპირწონეს. ეს არის, აი ჯანდიერი ეს ბიჭი. გვანახეთ. ხო იცით ეს? ვა, საღო? არის იცით ესა? ეს არა, კაი როჟაი. კაი, გასაგები. თამარ ჩერგოლეიშვილი მშვენიერი. რა უნდა ითქვას პროსტა გაუშვით. თამარ ჩერგოლეიშვილი. თამარ ჩერგოლეიშვილი სერიოზული კუშია მეგობრებო. თამარ ჩერგოლეიშვილი ყოველთვის. ბორის ჩელეყურვა რატო ყოველთვის გამომიტოვა? საინტერესოა ხოლმე. თამარ ჩერგოლეიშვილი, იმიტომ რომ ის არის სიგიჟის იმ სტადიაზე, სადაც ჯერ კიდე დაცინვა არაეთიკური არ არის. შეგიძლია თან ის არის საჯარო პერსონა, ნუ პოლიტიკოსობს და ამიტომ ვაფშე სტოპი არა. ჩემი ხალხი ბოდიში რა, აი ეს ჯანდიერს გაუშვებ, ერთ და всё. გადავიკიდე. გეხოცები რა, აგაუში? პოლიციის მხრიდან იყო ნული კომუნიკაცია, მათ არ გაუფრთხილებდიათ რომ აკავებდნენ. ასევე, როდესაც დააკავეს უკვე და მანქანაში ტენიდნენ მას, ჩატერმა უფრო ძალადობრივი იყო, იმიტომ რომ ზურგზე დაახტა. აი ეს დარჩა, ეს არის მაგის. ეს როგორი როჟაა, იცი? ფოტოთი ვერ მივიღე. არა, ეს როგორი როჟაა, იცი? ეხა ვაპარაკობდა თან ემოციების სახეზე რო არ ეტყვა. აი ამერიკულ ფილმებში რაღაც ფსიქოპატები რო იჭდებიან, უემოციოდ რო კლავენ. აი ეს დანით რო ჩეხავენ, ოღონდ სახე რო არ ეცვლებათ რა. აი ამას მოუხდებოდა. ფსიქოში არის ეგეთი. მას შუთინგს მოაწყობდა ეს სადმე ნებრასკაზე. ბიჭო, მას შუთერობისთვის, მას შუთერი არის გაბრაზებული რაღაცა. დაიგროვა და ეს არის აი რაღაცნაირად რო ჩეხავს რა. ფსიქოში ხო საინტერესო გლივია. ფსიქოში რო აბაზანაში ჩეხავს, ხო? თუჩი. ჩემი მოლოდინი ის არის რომ ამ ქვეყნის ბედი გადაწყდება ამ ქვეყანაში. მე ამას ვიმეორებ მანტრასავით რამდენი აქ მოდივარ და ვიმეორებ ყველა ეთერში და ყველა ლაივში სანამ ვიზა ლიბერალიზაცია შეუჩერონ ქართული ოცნების წევრებს მათთან დაახლოებულ პირებს ეს ვერ იმუშავებს. ადგილზე უნდა მოხდეს ცვლილება. ხალხო ვიზები შეჩერებული აქვს ნაწილს. ის რა ქვია ხაზინის სანქციაც ადევს. მოსამართლეები დასანქცირებულები არიან. 200 ასობით მაღალჩინო სანსობით ჩინოსანი ოცნების არის დასანქცირებული. ეხლა არის ჯვერი ჩვენზე, ქართულ საზოგადოებაზე. თუ ჩვენ ქართული საზოგადოება ვიპოვით საკუთარ თავში ძალას, ეს რაზეა, იცი მე გეტყვი. 70%-ო უცხოეთში წყდება საქართველოს ბედიო თქვა იმან გულბოზმა. და ამან უპასუხა რაღაცა ძალიან ცუდი
ცუდად დააკუკა რა, აი როგორ იცი რაღაცა დაწერა, როგორი პოსტი იცი, აი ნუ რო გამწვანდები, ქალისგან რო საერთოდ არ გინდა ამის მოსვენა, მაგრამ ჩერგო ხო ქალი არ არის, ჩერგო არის სოფლიო მოვლენა. ბუჩი ხო, ბორის ჩერგის ყურაა. არტივის აკრძალვაზე ლაპარაკი რო დაიწყო, მან თავარი პრობლემა ის კი არ იყო, რომ ქუცები ამაზე ლაპარაკობდნენ, ჩვენ ისაც ვიცოდით, რომ აქეთკენ მიდოდა საქმე. თავარი პრობლემა ის იყო, რომ იმ დღეს და იმ კვირას, როცა ამაზე ლაპარაკი დავიწყეთ, 5 კაცი არ მიმატებია აქციას. ანუ პრობლემა ის კი არის, რომ პარტია გზალოვენ, პრობლემა ის არის, რომ პარტიას რო გზალოვენ და ამაზე ლაპარაკი რო იწყება, ხალხი ამის გამო ქუჩაში არ გამოდის. 28-ს როცა ვახსენეთ, 28-მდე იყო პარტიული აქციები და აბსოლუტურად კარდინალურად განსხვავებული აქციები იყო და მე ვნახეთ მართლა გაბრაზებული ხალხი როგორ გამოვიდა. არჩევნებზე კი არა, ინთო იმაზე თუ რომ ვიღაცამ ჩვენი საერთაშორისო კურსი ესე ფეხით გათელა და მოგვატყუა და ფეხებზე დაიკიდა რა ჩვენ უთხარით და მათ შორის ჩვენმა თაობამ და ისევ იქ გამოსულმა ადამიანებმა ერთი წიწი ამას საყვედურნარევით ტონით ამბობ არჩევნებზე რო არა ენთო და 28-ზე რო არა გავაჩეროთ აი მაშინ ხო კრამიტები დალეწეთ რა 28-ში რომ გამოხვედით რა რა ვქნათ რა გავაკეთეთ მე კრამიტები არა მაგრამ რა გინდა პარლამენტის შენობა გადაწვეს ამის პოლიციელები დააზიანეს ცოტნე კობერიძე გაუშვა რას თუ გაუშვი ცოტნე კოპერიძე რატო არ მაგრამ ცოტნე არაფერს არ ამბობს საინტერესო. არა, მაშინ თინა ბაკუჩავა გაუშვი. აქვს ახალი iPhone. ო, ზელენსკის ხო აქვს. რა თქმა უნდა, საქართველოს მოქალაქეებისთვის ჩემი აზრით ყველაზე დიდი იმედის მომცემი და ყველაზე დიდი ბიძგი, რაღაც ახალი პროტესტის ტალღის და ახალი ბრძოლის ეტაპის რომელმაც მართლაც ბოლო ამ 13 წლიანი ბრძოლის შემდეგ გამარჯვებამდე უნდა მიგვიყვანოს, იქნება ოპოზიციის გაერთიანება. და ყველა ვინც ამაზე აქცენტს არ აკეთებს, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ ვერ ხედავს რამდენად სავალალოა ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენი ქვეყანა არის. ანუ ძუძგისთვის გვჭირდება ერთობაო? რა გაერთიანებაზეა? არ ერთიანდება და არასოდეს, ვინ უნდა გაერთიანდეს? ესენი აიგზალებიან სულ რაღაც რამდენიმე გაზაფხულისთვის უკვე აკრძალულები იქნება. არა, აკრძალულები გაერთიანდებიან. და რას იზამოთ? ახალ პარტიას ხო იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ეხლა დაწერენ ერთიანი შმაციონალური მოძრაობა. ნაციონალები. ნაციონალები, ნაცანალები. გნაცები. ხო, რო დააბუზნონ საერთოდ მოძრაობა, გნაც მოძრაობა. ხალხური. iPhone-ის ენთუზიასტები შეუძლია დაარქვას. ხალხური ფოლკლორი. ზოგადად ფოლკლორი ხალხურია ისედაც. არის გენიალური. ნაცანალები, გნაცები. ხო შეიძლება დაიყო. კიდე უარესები სამარა ეგ ცენზურას. არა, ეგ ვერ ვიტყვით ხა. და ისინი ნაცმაკაკები ხوارზე და მიშმაკაკები შესანიშნავი სახელი ძალიან მაგარი დავკარგეთ ეს დავწუხაროთ ქალბატონი iPhone-ა ხო მიშმაკაკების ნაციონალური მოძრაობა მაგრამ ჩემ ფავორიტი კროლანდია როგორ ჩემ ფავორიტი კროლანდია ტროლანდიც გამოდის ისე ორივე კროლანდი არის კროლანდი შინაარსაც გამოხატავს და ესთეტიკას ალუკეცან მაგარია ტერორისტი ალუკე ეგ ორი ვიში კლასია მაგრამ მე მამა ბოროტეც მამა ბოროტე მაგრამ მე ვერ ვკაიფო ყურს მაგრა ხდება მამა ბოროტე ეგეც გამოხატავს ეს არის ტრაგედია ადამიანის თუ თავის დროზე რომელიც იყო ბერი მონასტრის წინამძღვარი და ეხლა აი კიდე ერთხელ ვაფაებ ჯარს ხო მაგრამ ეს მე რა მაინტერესებს თქვენი ეხლა მობეზრდა მაგალითად ეს რომ ბავშვის გაქრისტიანება ადამიანს ეს ადამიანი არის დაბოღმილი ხო ეხლა დაიბოღმა თუ იყო ხო თავიდან ბოლომდე ყველაფერი მამა ბოროტეს ქმედებანი მომდინარეობს მისი შურიდან, გაბოროტებიდან, რაღაცა პრივილეგიები არ მისცეს. დაახლოებით ვიცი რაღაცები და მას არ მისცეს ის პეტრე კოლხიც მაგიტო გაბოროტდა ზმო მე ფეშენისტობის უფლებას არ მაძლევს. შევადარე პეტრე კოლხი კომიკური პეტრე კოლხი პეტრე კოლხი ხარ ბედნიერი. ბედნიერესია რას ამბობ. ანუ ეხლა როგორც იქნა, აი და აქ უფლება გააკეთოს ის რაც უნდა. მის გადმოსახედიდან მაგან ღმერთი კაკრას ეხლა იპოვა იმენა გუჩის ფეხსაცმელში. აი ეხლა იპოვა. არა, დეკლარირებულად, ადრეს იქ იყო, მაგრამ ეხლა დეკლარირებულად. ისეც ფათაშორის ეკაბესელიაც არის და გავიგე, გაუშვათ. მაგრამ უბრალოდ ეს გნაცებმა ეგრეთ წოდებულმა შუა პოზიციამ გნაცებმა რომ
თავის პატარა საპატრიარქოს შექმნეს შეხედე უკვე მომრავლდნენ. კი, აბა. რაღაცა იმენა უკრაინა. ეპისკოპოსი ყავს. უკრაინა. მამა სუდანი, მამა ბოროტე, მამა დამბდორი. არ და რატო არის უკრაინა? იმიტომ რომ deep state მუშაობს ერთი მეთოდით. Deep state მუშაობს ზუსტად ერთი მეთოდით. ხო, ანუ უკვე როგორ არის თავიანთი ქვეყანა, თავიანთი ნაციონალიზმი, თავისი დიჟენია. კი, ყველაფერი თავისი. თავის მოყვანილა. თავის დიჟენი, თავის ბიროს მოხარშავ დიდი რა თქმა უნდა. ეგ ჯერ კიდე გუბაზმა როდის იწინასწარ მეტყოლა რომ ხელახლა უნდა მივიღოთ ქრისტიანობა, მიშას ხელითო. ხო გახსოვს? აჰა, всё. ეგ პროცესია. ეგ თუ არ არის ეგრე. მე გიორგი ყველაზე მაგარი კაცია მასასტავში. მაგარი კაცია. კაი ტიპია, ცხენი აქვს და შუბი აქვს. ცხენზეა და შუბი აქვს. მან ვინდუქიძე რას ამბობს? მასასტავში. ვინდუქიძე რას ამბობს მან? მაგრამ რაღაც მაგარ იმას ამბობს. ვინდუქიძე არ ის არის ეკონომიკის მინისტრი ქალი. შარაშიძე კი. მათ გივაურიცა. იძახტო რომ მეო ეგრე არ არისო, მეო ითხოვენო ჩემი თანამშრომლებიო. იმაზეც მარიამო ბაზიო დასვენებას და იმას. დასვენებას და პრემიას. და მეო ის ამბობს რომ წმინდა გიორგიზე უნდა მივიცე. ვაფშე წარმოდგენა. მაგათ ხო ის ცხოვრობენ. იმენა დახვდნენ და რაღაცებს გაგადაო. გიორგობის თემა. ერთადერთი თემა გიორგობის თემა რატო არის რომელსაც არილანძღებიან და შუბია. ზემოთქმუს რაზე რატომ? არა. აბა ვარდების რევოლუციასთან ლინკავენ. მაგითო კი არ ამბობენ. გიორგო ბარა. მაგათთვის ეგაა ვარდების რევოლუცია. ტიპიაო, კაიო. არა, ვიცი მაგრამ პატიოსანიკაციაო, გამომდინარეობს ლიბერალებიო. გამომდინარეობს მაქედან. საიდან მოიტანა რომ ეს ლიბერალი? არ ვიცი, ეთქობა ვიღაცა უთხრა. საწყალი. ესე იგი ვიღაც ტაბულელი ეთქობა. რას უზავენ ეშმაკები? შეიძლება ჩვენც იგივე გვიქნას. ეკაბესელია რა, ეკაბესელია. გაუშვით. პიასი. ასეთი პოლიტიკური ალტერნატივის მოთხოვნილება დგას დიდი ხანია უკვე თხის წესრიგში. რატომ აქვს ეს განსაკუთრებული როლი საულის ურაბიშვილს? ხა პრეზიდენტს აქვს საოცარი კონტაქტები, თავისი გამოცდილებით და თავის დიპლომატიური ბიოგრაფიით. მას აქვს ძალიან კარგი ბმა ჩვენი ქვეყნის მეგობრებთან, ამიტომ ის დობა, ლეგიტიმაცია, რომელიც მას მოყვება და ჩვენი დობა როგორც პრეზიდენტს და რომელიც ჭირდება ამ გარდაქმნას. არ მინდა რა კომენტარია. სამსაქცელი არ არის კულტურა. რა კომენტარი გავა. ბიჭო, სააკაშვილს ნახე რა გეხოცე. სააკაშვილს. გასაგებია, სააკაშვილს რა უთქვი. უკომენტაროთ. გამახსენდა ჩემი 2008 წლის ვიზიტი თურქმენეთში. ვილაპარაკეთ ამაზე. ვიცი, ყველაზე უკეთესად კიდე ერთხელ გავიაროთ რა. მომათავსეს თურქმენბაშის რეზიდენციაში თავის ოქროს ტუალეტი. ესე იგი ბიჭო, აი მე კიდე კარგად არ დავკვირდი, რასაც ამბობდი და ტიპს როგორი კომპლექსი აქვს, რომ მანდაც, ანუ აღამატმად ხანიც მეც ვიყავი, აღამატმად ხანიც მე ვიყავი და ერეკლე მეორეც მე ვიყავი. აი ხა უნდა და მაგრად მოვჭერი თავი. ცოტა შეიძლება არაეთიკური გამოწვევა, აი ეს რო თქვას, რომ ავსტრალიაში რო ეხა შუთერები ფეფლიცე გიყოდე ეგეც მე. მე რა ამბობდო, მე ისეთში ვარ მოხვედრილი. ან მე ისეთი მაქვს დაორგანიზებული. არა, მართლა რა. ანუ აი ხო ხდები რა? კაც რა ოქროზე დაუშარდავს ესე იგი მაგითი მარია. ურვან ყრუ მე ვიყავი. არაბი სარდალი. იაგოთი დავასრულოთ იმით. არ ვასრულებ ჯერ გვარდრო. კომენტაროთ. მაშინ ბოლო იყოს იაგო რა. იაგო არის ბოლო. კომენტაროთ დავასრულოთ. ბავშვი ბოლო არ უნდა იყოს იაგო, მაგრამ იყოს. არა, კარგად, კონსტანტინე ჩახუნაშვილი. ვინ არის? აი ეს დაინტერესოა ვინ არის კონსტანტინე ჩახუნაშვილი. რა ვარ ჩემიცი, ისე ვიცი მე. აი ისე თქვი მეთქი რა. წერია და რა ვიცი. კონსტანტინე როგორც კოტე? არა. იმენა კონსტანტინე? კამიტის ერთ-ერთი ძმა თუ მამა. უი, სტატუები, ნატო სტატუ. აუ, მე ძმა. პრილიჩნა გააკეთე. მე ძმა. აბა ეს საჟესტი არის რა არის? არა, აქ და მაგით ვცდილობთ რომ როდესაც რაღაცა კონკრეტული დაიდება ჩვენ მხრივ გავავრცელოთ ანტიპროპაგანდისტული გზავნილები რომ ადამიანებს გამომარტივდეთ სიმართლის და სიცრუის დანახვა იქიდან გამომდინარე რომ ჩვენი მთავარი პლუსი არის ის რომ მართალ მხარეს ვართ და მათი მთავარი მინუსი არის ის რომ სულ წევთ ახალი ტყუილის გამოგონება და ჩვენ შედარებით მარტივი საქმე გვაქვს და ამაში ყველა ჩართული უნდა ვიყო. არ გვინეს აღარ გავუშვათ. ამ ლაპარაკი არ ისე მხარეს გავა. ვიზუალურ ნაწილზე გავამახვილებ ყურადღებას. კოხო იმეს ავიტბაზო, კოხო ძალიან კარგად ხვდებით, ეხა არ მათქვევი. კოხორას ავიტბაზო. ხო იცი ვიტყვი. და სრულ დისონანსია თან ვიზუალსა და ხმას შორის. არ მომწონს რა. არა ვაშკაცურია. კოხორას. ის ამბობს კოხორას ავიტო. და თან ვიზუალსა და ხმას შორის აცდენა არის. თან
ამხელაკასი. კი, ანუ ეგ მეძმა, ნატოს დადო. აგერ მეძმა, იცი რომელია? იმის მე რა ქვია, ფაკერის მე გეილორდ ფაკერის მე პირველად გეილორდ ფაკერი. არა, მსახიობს. ბენ სტილერი არის. სხვა შორს ეგ მეძმა რო არ არსებობს. ეგ დატურო გააძრო ეს ნატო და ევროკავშირი, ნატო აქაურობას რო აწერია. მე რო ნახე მაგის რამდენი მივიდა. სუ არის ისეთ ზმანზე თითქოს აი ის არის რა, არმიიდან გუშინ წამოსული რა, რაღაც მოჯარის კაცო, აქეთ ხარეს. მანდაც ეგ აქვს, აქეთ ხარეს დროშა და აქეთ ნატოს დროშა აქვს. ან ხარზეც ნატოს დროშათია. ტატუ ხო აქვს, მაგრამ ჯემპრზეც ნატოს დროშით მოწყობს რა. ეხა გაიშთა ნარუტოს ჰუდით რა. ნარუტო ხო გახსოვს? არის ესენი ანიმეებს არ უყურებენო და იმიტომ სახელმწიფოს განვითარება მაგითო არის ეგ არის ტიპს აქვს ორივე ნარატივი, ანუ ნატოს ზმაო და ნარუტოც. ანუ იმენე ამას უნდა შევარდეს სახელმწიფოს. ალიანსი ნატო დაიშალა. სიტყვაზე ჯვარი. მე აკაცუკების გაერთიანება, აკაცუკების გაერთიანება. მე რასაკვირველია. აკაცუკების მებრძოლთა გაერთიანება. რომ დაიშალოს მათთვის ის უკრაინა იგებსო ისა. ნატო დარჩება ყველაზე მაგარ მოგონება. მებრძოლ უღმერთოთა კავშირი ხო? გაუშვით, ამა და იგივე პონტი იქნება ამათთვის რა, აკაცუკთა კავშირი. გაუშვით. კონდა, მაგრამ აი 2025 წელს მე მგონი სული დალია და ჩვენ ახლა სინამდვილეში არის აი როგორ გითხრათ პოლიტიკური პროცესი ხელოვნურ სუნთხვაზე მიერთებული კომაშია ჩავარდნილი და დიდი იმედები არ ჩანს რომ აქედან გამოვა ეს პოლიტიკური ღონისძიებები დაგვიანებულია? იცი რა დაგვიანებულია და თან არასწორია რაც ტარდება ის არასწორია ფიზიკურად ამ შემთხვევაშიც და მე ვფიქრობ რომ ეს ანუ ოპოზიცია მოკვდაო რა. ლემოღტ. ხო. სასუნთქა პარადი. შეგვიძლია გამორთოს კაცო. კი ბატონო. დენსტერს მო. იმიტომ რომ ჯანდაცვაში ჩვენ ვართ. ყველგან ჩვენ ვართ ბიჭო. დაჟე ეკლესიის ხალხიც კი ანუ მამაოები, ადამიანები რომლებიც უნდა გასწავლდნენ როგორ უნდა ცხოვრდნენ, ზოგიერთ მამაო რეებს აკეთებს. გართლობა მეზარებაო თითმა. ნუ აი ბოდიში რა ვიცი ხა. მამა ბოროტე ხო რა. გამაბოროტე. კარგად ზანდება. გამაბოროტე. ხვალ.